მოგესალმებით მეგობრებო, შემოგთავაზებთ განსხვავებული კატლეტის რეცეპტს, რომლის შემადგენლობაშიც შედის ქათმის ფილე, ქამას სოკო, კარაქი, მარილი და პილპილი. გამოდის არაჩვეულებრივად წვნიანი და გემრიელი. მაშასე დავიწყოთ, დაგჭირდება ერთი მოზრდილი ქათმის ფილე, რომელიც რა თქმა უნდა და გავრეცხოთ და წვრილად დავკებოთ. მოვათავსოთ თასში. ასევე დაგჭირდება დაახლოებით 4-5 ცალი მოზრდილი ქამასოკო, გავრეცხოთ და ეს დავკებოთ წვრილად. მოვათავსოთ ქათმის ფილეში, დავამატოთ 1 ცალი კვერცხი, კარაქი 50-60 გრამი წვრილად დაკეპილი ესეც, მარილი დაახლოებით 1/2 ჩაის კოვზი და შავი პილპილი. კარგად აურიოთ ერთმანეთში. თასში ჩავყაროთ დაბქვილი სუხარი, ანუ საფანელი. ჩავდოთ შიგნით მომზადებული ფარში. თუ ხელის დასვრა არ გინდათ, სამზარეულო ნიჩბის საშუალებით ამ მოძრაობით გადავიტანოთ ადუღებულ ზეთში. მიიღებს ასეთ არასწორ ფორმას. მაგრამ თუ გინდათ რომ ლამაზი და მრგვალი ფორმა გქონდეს, მაშინ გამოიყენეთ ხელი. გადაიტანეთ სუხარში და ხელით კარგად დაამრგვალეთ. ჩააწყეთ ესენიც ტაფაში და შებრაძებთ ორივე მხარეს ოქროს ფრად. დაბალ ცეცხლზე, რათა მოასწროს კარგად შიგთავსმა შებრაწვა. გამოდის ძალიან გემრიელი, ძალიან წვნიანი და გარეკანი აქვს ძალიან ხრაშუნა. აუცილებლად მოამზადეთ, აუცილებლად გამოიწერეთ ჩემებური სამზარეულო, მოიწონეთ გვერდი და დამიკომენტარეთ, თუ როგორ მოგეწონათ ეს კატლეტი და სხვა დანარჩენი კერძები. მადლობა ყურადღებისთვის, შემდეგ გემრიელობებამდე.